Так, ესე. რაგინა მშვენიერი სივებია, რა ვიღაცა აირჩევა. მობძანდით. რაგინა შენ აქ? როგორ ამინდა? შენი მეუღლე ვარ და შენთან მოვედი სამსახურში. ხო, მაგრამ აი, ხო, გუში ხო მოვილაპარაკეთ საყვარელო, რომ ხო არ მაქვს გასაუბრება და თანაშემწე უნდა ავიყვანოთ ხო და რა საკეთებია? ხო და სწორად მაგიტომ მოვედი. რატო? იმიტომ რომ წინაზე ხო არ ვიყავი და შენ თვითონ შეარჩინე შენი თანაშემწე. მე მაგის მერე დაიწყო სამსახურიდან შენ გვიან მოსვლა. კარგი, ეხა. ღამის 12 საათამდე. კარგი ნამი. ხათგირები. შენი საბანკო ანგარიშებიდან გაუთვალისწინებელი ხარჯები. ასე რომ ახლა მე დაგეხმარები. შენზე ვზრუნავ. დიდი მადლობა რომ ასეთი მზრუნველი ხარ. დავიწყოთ გასაუბრება? კი, რა თქმა უნდა. შემოგძანდით. მოგძანდით. მოგძანდით. გამარჯობა. ოპა. გამარჯობა. გაიცანით, ეს არის ჩემი. იცი, ახმიცნობთ. დავზარდ. გამარჯობა. სად ხართ გასაუბრებისთვის? გასაუბრებისთვის? დიახ. დიახ. მოდით დავიწყოთ. დავიწყოთ. დაშვები როგორ ახარ? ძალიან კარგად გამოიყურები, რაღაცა გიხდება ეს პიჯაკი. ძალიან დიდი მადლობა. შენს შესანიშნავად გამოიყურე. ძალიან. ნამდვილად არ ველოდი ერთი ესე. წუთით. რა? რა ხდება? გასაუბრებაო და რა ვიცი, საუბრობთ. გასაუბრება დავიწყეთ. ცოტა მე დაგისვათ კონკრეტულ კითხვებს და ამაზე მიპასუხეთ მხოლოდ. დიახ, ასე ამ ჯობს ნამდვილად. დავზარდით. უფრო თვალსაჩინო იქნება თქვენი მოთხოვნები და მეც უფრო კარგად შევძლებ, რომ ჩემი დადებითი მხარები თქვენ განახოთ და თქვენი კომპანიისთვის ისეთი გადაწყვეტილება მიიღოთ, რომ განვითარდეს და უკეთესი იყოს. ძალიან კარგი გავაგზავნოთ და მოგვიყევით თქვენ შესახებ. ჩემ შესაძლებელი. თქვენ დაიწყეთ. დიახ, დავიბარე თბილისში, სკოლა დავამთავრე მედალზე, ოქროს მედალზე, თესეუში ვსწავლობდი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, შემდეგ მაგისტრატურა გავაგრძელე ჩეხეთში, საერთაშორისო მენეჯმენტის მიმართულებით, ვმუშაობდი ევროპის წამყვან კომპანიებში მოწინავე პოზიციებზე. გასაგებია, ჩემო კარგო. და თქვენ? მე? მოდი მეც იგივე. პლუს ინგლისურზე დავდივარ. საოცარ ინგლისური ძალიან კარგია, ინგლისური ძალიან კარგია და დარწმუნებული ვარ რომ გამოგვადგა. აი ციფრებთან როგორ ახართ? აი მაგალითად თუ იცით ჩვენი კომპანიის განვითარების დინამიკა თვითონ როგორ. დინამიკა. დიახ, მე შევისწავლე, დიახ, და დავაკვირდი, სხვათა შორის ძალიან კარგი და მზარდი დინამიკა გაქვთ, თუმცა წელს იყო მხოლოდ 20%-იანი ზრდა და ჩემი აყვანის შემთხვევაში გპირდებით, რომ პლუს 10%-იანი ზრდა იქნება და საერთო ჯამში ეს მოგწევს 30%-იან ზრდას, რაც კომპანიის არსებობის მანძილზე, რა ვიცი, არ ყოფილა და ეს შესანიშნავი იქნება თვითონ. პროცენტებში მეც კარგად ვერკვევი ძალიან. კი, აი მაგალითად მაღაზიას გარედან როცა აწერია 70%-იანი სეილი, შედიხარ მაღაზიაში და ყველაფერს ყიდულობ 10%-იანი ფასტეკლებით. მართლა? აუ, მე კი არ დავკვირვები. არასოდეს არ დავკვირვები. ასეთ რამეს. აი რაღაცნაირად ვზნობ თავიდანვე, რომ თქვენ უნდა დაიკავოთ ეს პოზიცია, ეხლა რა ვიცი. თქვენს მოსაზრებასაც რა თქმა უნდა აქვს არსებობის უფლება. დავისწავლოთ. კარგით, გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ, კი ბატონო, გავაგრძელოთ. მოდით ახლა რამდენიმე წინადადებით მიპასუხეთ, აი კონკრეტულად თქვენ რატომ უნდა აგიყვანოთ სამსახურში? აი მაინც და მაინც თქვენ. მე რატომ უნდა ამიყვანოთ, მაგას კითხვა უნდა. კითხვა თუ არ უნდა, მაშინ თქვენ გავაგრძელოთ, გინდათ. ვარ კომუნიკაბელური, მაქვს გუნდთან მუშაობის გამოცდილება და შემიძლია ხალხის სწორი მართვა. თუ მე ამიყვანთ სამსახურში, პირობას გაძლევთ, რომ ნამდვილად არინანებთ. მარტივად გავუგებთ მე და თქვენ რაღაცნაირად ერთმანეთს. და სამსახურში რომ მოხვალთ ყოველ დღე მე ვიზრუნებ თქვენს განწყობაზე. პირადად მე. საინტერესოა. აი ეს არის ადამიანების სწორი მართვა. ეხლა იცით, მე მაინტერესებს უფრო სწორად ჩვენ გვაინტერესებს
რეკომენდაციები თუ გაქვთ? დიახ, მაქვს რეკომენდაციები, თუმცა ყველაფერი რეზუმეში არის მითითებული, მაგრამ პირადადაც გეტყვით, მაქვს GR ჯგუფის დამფუძნებლისა და დირექტორის რეკომენდაცია, ასევე მაქვს პრაღაში არსებული კომპანია NPH-ის მენეჯერის რეკომენდაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ბიზნეს ფორუმიდანაც მყავს რეკომენდატორები. და თქვენ? დიახ, თქვენ. მე ჩემი რეკომენდაცია, მე უამრავი რეკომენდაცია მაქვს. აი მაგალითად, გუშინ Facebook-ზე დავპოსტე, ხვალ გასაუბრებაზე მივდივარ. იცით რამდენი ლაიქი და რამდენი მართლა, ხო, და კომენტარები. აი წაგიკითხავთ ახლა კომენტარებს. აჩვენე მაგათ ვინ ხარ? შენ ყველაზე მაგარი იქნები. აი თქვენ თქვენ კი, ნახავ. აი, ნახე, უბრალოდ ნახე როგორი კომენტარი, შენ რა გასაუბრება გჭირდება, გასაუბრებას იქეთ ჩაუტარებ ვიღაცეებს. ძალიან საინტერესოა. ეს თქვენი პირადი Facebook-ია, ხო? ჩვენთვის ხალხის აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის თავისთავად. პრაღა კი არა, მთელი საფრენდეთი ფეხზე დგას. მოდი დროს აღარ დავკარგავ და პირდაპირ გეტყვით, რომ მე არ გამჭირვებია გადაწყვეტილების მიღება და თქვენი თავი წარმომიდგენია ჩემს თანაშემწედ. მაგრამ როგორც იცით, ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც წარმოგვიდგენია, ხო? ამიტომ სამსახურში აყვანილი ხართ თქვენ. დიახ, თქვენ. აგაეწყო. მადლობა ნდობის. ანუ მე რა ანუ თქვენ წამობძანდით. მე აგიხსნით გალურად ყველაფერს. აი წამობძანდით. გაცილებთ თან გზაში აგიხსნით ყველაფერს. წამობძანდით. აი აქეთ წამობძანდით. რა უნდა ამიხსნათ? შენ კიდე იძახოდი ტექსტს ვერ დავიმახსოვრებ. რას ვერ დაიმახსოვრებ? პროცედები აგერია, ხო, ცოტა დააჩერე ვაფშე კლასნი იყო.